მოგესალმებით მეგობრებო, ამ მიმართვას ვწერ განსაკუთრებით ემიგრანტებისათვის. ქალბატონი თამარმა წამოიწყო ეს მოძრაობა, ერთხელ უკვე ქონდა შეხვედრა არასამთავრობოებთან, ახლა ვაპირებთ კიდევ უფრო გაფართოებულ შეხვედრას, მადლობა მას ამისათვის. და მინდა გითხრათ ერთი რამ. 10,000-ობით ემიგრანტი არის პრობლემის ქვეშ, იმიტომ რომ ევროპული სახელმწიფოები საქართველოს აღიარებენ უსაფრთხო ქვეყნად და პასუხები ყველას მოდის თითქმის ასეთი, რომ ხარ უსაფრთხო ქვეყანაში, მიბრძანდით შენ ლამაზ ქვეყანაში. და რა თქმა უნდა, ვეთანხმებით ლამაზი ქვეყანა ნამდვილად გვაქვს, მაგრამ უსაფრთხო ქვეყნის რა მოგახსენო? ამ აზრის გავრცელებაში ლომის წვლილი მიუძღვის სხვათა შორის ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, ხარიბაშვილს და ასე შემდეგ იმ მთავრობას, რომელიც რტყულებით დაგრუზული ჩამოდიოდნენ აქ და ეუბნებოდნენ, რომ ჩვენთან თურმე ჯანდაცვა არის რაღაც ძალიან მაგარი, სამუშაო ადგილებია, ოღონდ ქართველები ვართ ზარმაცები და თურმე იქ არ გვინდა მუშაობა. დემოკრატია ყვავის, სასამართლოა სამართლიანი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და რო არ აქვს პოლიტპატიმრები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არ ვიცი ახლა ეს ჯეროდათ მათ თუ აწყობდათ და დაიჯერენ, მაგრამ ფაქტის სახეზეა 10-ობით და 100-ობით ქართველს გაუკეთეს საფრანგეთიდან, ბელგიიდან თუ გერმანიიდან დეპორტი, აი ამ მოტივით. და 10-ობით ქართველი საფრანგეთიდან გაგდებული გარდაიცვალა, იმიტომ რომ არ იყო ის სერვისი, არ იყო ის სწავლები, რაც მას გადაარჩენდა, რასაც მას აძლევდნენ საფრანგეთში და საფრანგეთის კისერზე იყოს მათი ცოდვა. და აი მათი კისერზე იყოს, ვინც უმტკიცებდა, რომ კაი ჯანდაცვა გაქვს. ამიტომ მოვიფიქრე და ვაპირებ უკვე კიდევ ერთხელ ვამბობ, ოღონ ეს მოხდება მხოლოდ ემიგრანტების გააქტიურებით და მინდა ემიგრანტებს განსაკუთრებით იმ ემიგრანტებს მიმართო, ვინც არ იბრძვის, რომ იქ შეიქმნას ნორმალური ცხოვრება, რომ იქ დაუბრუნდეთ ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ მოდი რა, იცოდეთ ერთი რამე რა, საერთოდ სადაც უნდა იყო, ვისთანაც არ უნდა იყო, რა ხელისუფლების ქვეშ არ უნდა იყო, საერთოდ უნდა ისწავლოთ ბრძოლა შენი უფლებებისთვის, ბრძოლა გადარჩენისთვის, არც არავინ გადაგარჩენს და არც ღმერთებია პოლიტიკაში და ხელისუფლებებში რა და არც ანგელოზები. ნუ ეძებ ღმერთებს და ანგელოზებს და გადამჩენელებს. შენი თავია შენი გადამჩენელი და უნდა იბრძოლო ყველგან. ამიტომ ვაპირებ უკვე, აი მალე უკვე ძალიან მალე დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, ყველა ქვეყანა თავის ხელისუფლებას მიმართავს. გერმანიაში გერმანიის ემიგრანტები, გერმანიის ხელისუფლება, საფრანგეთში, საფრანგეთის, იტალიის, ბელგიაში, ბელგიის თავთავიან ენებზე, რა თქმა უნდა, შესრულდება ქართული ტექსტი, რომელიც იმ ენებზე ითარგმნება და ვინც თვლით, რომ ეს აუცილებელია და მინდა ისე მიმართო ხელისუფლებებს, ევროპის ხელისუფლებებს, ვიზა ლიბერალიზაციის გაჩერებამდე კეთილინებდა და ესეც ერთ-ერთი ფორმაა ზეწოლის და საქართველოს მოუსწენით უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი და დავიწყოთ ბრძოლა ამისათვის. ამიტომ გთხოვთ, ამას რა თქმა უნდა მე მარტო ვერ გავაკეთებ, ამაში არის აქტიურად ჩასაბმელი ემიგრაცია და გთხოვთ, ვინც თვლით, რომ სწორს ვამბობ, ვინც თვლით, რომ ეს საშური საქმეა, შემეხმიანოთ, გადააზიაროთ ეს ვიდეო, დააფიქსიროთ თქვენი აზრი და პლუსი გააკეთოთ, ვინც ამ საქმის გაკეთებაში დამეხმარებით. მადლობთ ყურადღებისათვის.